მოგესალმებით. ეხლა კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს გვაქვს ერთ საკითხი დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტში არის წარმოდგენილი პეტიცია და მხარდაჭერთა ხელმოწერის ნამდვილობის შესწავლა, როგორც მოგეხსენება, ჩვენ კომიტეტს ევალება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. გეტყვით, რომ პეტიცია ეხება ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს, პირველ კლასელთა ასაკს ეხება ეს საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხის შინაარსში არ ჩავდივართ. არ ჩაუღრმავდებით, ჩვენ მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით გვაქვს ვალდებულება შევამოწმოთ ხელმოწერების ნამდვილობა პეტიციაზე, რაც ბუნებრივია ჩვენმა კომიტეტმა შეასრულა. პირველ რიგში მინდა თავაზობთ ხარი დავუჭიროთ ამ დღის წესრიგით მუშაობას. მადლობა. ჩაგიკითხავთ დასკვნის პროექტს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან და ელექტრონულად ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრის და ტელეფონის ნომრის მითითებით. წარმოდგენილი იყო სულ 523 პეტიციის მხარდაჭერიდან 26 ფუძლად იყო იმ ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს, სრულყოფილად ამ რაოდენობამ 15 ხელმოწერა შეადგინა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ბათილად უნდა მიიქნეს მიჩნეული ის ხელმოწერები, რომლებიც მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებელი. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეულია პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მოთხოვნა, რის საფუძველზეც, როგორც უკვე მოგახსენეთ, 15 ხელმოწერა შეგვიძლია ბათილად ჩავთვალოთ, ხოლო დანარჩენი წარმოდგენილი ხელმოწერილი, ან ნამდვილი ხელმოწერები არის 508, შესაბამისად აღემატება 300 ხელმოწერას, რაც ბუნებრივია გვავალდებულებს, რომ იქნეს დადებითად შეფასებული ეს ხელმოწერები და პეტიციაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება, რა თქმა უნდა, გადაცემული საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის. ეს არის საკითხი, შენიშვნები, მოსაზრებები თუ კი არის მოგისმენთ და პასუხსაც გავცემთ, თუ არა და შეგვიძლია პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე ეს საკითხი. ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ დასკვნას? დიდი მადლობა. მიღებულია საკითხი, ხსნობა დახურულია.